caused the sorrow on my face, and I knew that I could fly away. Tears are rolling down the sky. Now it's time to say goodbye, and I knew you had to fly. It's time to say goodbye, and I knew that I could fly. Emotions, emotions, it's love, it's my love. Emotions, emotions. Is gone, but we're just gonna carry on. Time of living is gone, but we're just gonna carry on. We're alone in this world, but we're just gonna carry on. Carry on. Carry on. Carry on. Carry on. Time of leaving is gone, but we're just gonna carry on. Bravo! ძალიან დიდი მადლობა ნინი ნუცუბიძე და მარიამ ჯანჯღავა. მოდით ჩვენთან ამასობაში ნინი ბადურაშვილი ჩვენთან ერთად არის. მე მინდა მაყურებელსაც უთხრა, თქვენს გითხრათ, რომ ეს ორი ადამიანი ცალ-ცალკე მე ისე ძალიან მიყვართ და ისე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ესე უხდებოდეს თქვენი ხმის ტემბრი, ესე უხდებოდა, ყველანაირად უხდებით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები არიან ყველა. სიმღერამ კიდე არ ვიცი, რაღაცა თქვენ დუეტს თავი მოუკრათ, როგორ თქვა, არ ვიცი. ანუ დაიბადა ახალი დუეტი. იცი რა, ელენე, შენ სტუმრები წარადგინე და ამ შემთხვევაში შეგიძლია ასევე თქვა და ჩვენი სტუმარია დათო ევგენიძე. კი, იმიტომ რომ დღეს სწორედ დათოს სიმღერებზე ვისაუბრებ და კონკრეტულად ამ სიმღერით დავიწყებ. სიმღერა არის რამდენი წლის? იცი, დავწერე 83 წლის ბოლოს, 84 წელი დგებოდა. და მიეძღვნა გეგას კობახიძის და უცნაური ისტორია აქვს ამ სიმღერას რა. არ ჩაიწერებოდა ეს სიმღერა რო არა გიომ გელაძე, რომელსაც არ ამეგობაროს ну ეს მოსკოვში ვართ მე და ირაკლი ჩავიყვანე მოსკოვში რომ რუსებისთვის მეჩვენებინა თუ როგორი გენიოსი ყავს და აგზიან პრესნიაკოვი, ვიტლიცკაია, ბანდარჩუკი, მიხალკოვი და დამონჯებულები არიან. ეს საოცარი საღამო, ეს არის თელი კონცერტი მაქვს ჩაწერილი რა. ეს რაპერი რომ ეს არის 93 წელი. ხო და ნუ ამ სიმღერიდან 10 წლის მერე და ეს სიმღერა აი ამ შემთხვევაში მეორე ვერსია არსებობს ეს და ერთი არამეგობაროსი ჩაწერილი საუნდტრეკი, თორემ როგორც ჩემი დანარჩენი სიმღერა იარსებოდა ზეპირ სიტყვიერად, რომლებიც არ წესდით რა სიმღერას იქამდე არც ირაკლი არც მე ჩემსაც ხვდები და ესო დავწერე გიომ გააკეთა არამეგოს ას ჩემი ლოგიკა თამაშობდა აბაში და ფილმის გადაღების პროცესში ნუ ის მოხდა რაც მოხდა თითქოს რაღაცა კონკრეტულ ადამიანებს უკავშირდება აბსოლუტურად ხო და ლევანი ესე იგი მე აღარ იყო ფილმში და ობიექტური კამერა თამაშობდა ლევანის და ლევანის საყვარელი სიმღერა იყო Emotion ჩემი სიმღერებიდან და გიომ მითხრა რომ მოდიო საუნდტრეკს გავაკეთებთ ეხლა Emotion გავაკეთოთ საუნდტრეკა თუ ახალი ლევანის და ეს სიმღერა მიეძღვნა გეგასთან ერთად უკვე ლევანის რა და ირაკლიმ შეასრულა ეს სიმღერა და მე უკვე
მიეძღვნა ირაკლისას და ცოტა ჩემთვის ძალიან მტკივნეული სიმღერაა. ნეტა არ დამეწერა რა. დედას ვიცავ, იმიტომ რომ მართლა მტკივა ეს ყველაფერი საშინლად. მაგრამ თაობიდან და ირაკლის ფოტოშორის ლევანის რო ეძღვნებოდა, იქ ლავს მაგრად იძახის ლოვიკას იძახის, გაიგერას გეუბნები. ლევან აბაშიძეს ახსენებს ამ დროს რაღაცა განსაკუთრებული სიმღერა როა ეს ამაზე ისიც მეტყოლებს რომ წლები გადის და ჩვენთვისაც არ ჩვენზე პატარა მოსმენასაც და პატარა კიდე ცხოვრობდი რუსთაველზე მახსოვს ესო დავწერ 5 წუთში დავწერ ძალიან თრალი ვიყავი რომ დავწერე და ძალიან გაბრაზებული ძალიან ბევრი ემოცია მოდის და სიბრაზის მაგივრად რაღაცა ამოვიღე გული დავდე და ირაკლი იყო ჯარში მახსოვს და ჩამოვიდა ჯარიდან და ჩემი ინგლისური იყო ისეთი რა emotion is love და რაღაცა ვიძახდი ჩემი ინგლისური ირაკლი მოსყლა იქ თავი მაგრამ ვინც კი მღერის ამ სიმღერას იმდენად არ იყო არასდროს ლექსი კონკრეტული ყველა შესრულების დროს სხვადასხვა ტექსტს ვღეროდით აი მოსკოვში სხვანაირად ვღერი ვარ და თქვენც რაღაცა ტექსტში რაღაცას ცვლით და ეგ არის საოცრება იმიტომ რომ სიმღერა ყველა შესრულებასთან ერთად ცოცხლდება გესმის ამათი ვერსია აბსოლუტურად განსხვავდება ყველა დანარჩენი ვერსიისგან ჯერ მაინტერესებს შენი შეფასება ნუ თავი აი ხა ამაზე ვლაპარაკობ ზუსტად რომ ძალიან მომეწონა შემთხვევით რომ მოვისმინე უბრალოდ ვიცოდი მაგრამ არ ვიცოდი ხო მე ვისვაზრებ სიმღერის უფლებას ხო და ანუ სიმღერის უფლება გოგოებმა აიღეს დაიწყეს მუშაობა მე მაინტერესებს რატომ შეაჩერეთ არჩევანი სწორედ დათოს აი ამ სიმღერაზე და რამდენად რთული იყო იმიტომ რომ ისეთი წარსული აქვს და ისეთი ისტორია აქვს ამ სიმღერას რომ ცოტა სარისკოც იყო ალბათ ხო ირაკლის შესრულების მერე ალბათ იდეაში ჩემთვის როცა ირაკლი მღერის მეც მღერი ვარ იმ სიმღერაში და სხვათა შორის მე და ირაკლი მიუხედავად ჩემი არავოკალური მონაცემისა ორ ხმას ბავშვობაში ვმღეროვდით ვერან სხვავებდნენ რომლის იმდენად ტემბრალურად აბა მოусმინე კეთი ბეიზის შესრულებით ამ სიმღერას და ანუ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და იმდენად აი დიდი ემოციები დატოვა რომ ანუ მინდის ვთხოვდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ გაგვეკეთებინა ეს სიმღერა ანუ ძალიან ბევრი გაგვეკეთებული და ანუ აი ამ სიმღერაზე მართლა ორივე გავუძით და ანუ აი ძალიან ვთხოვდი რომ ნინი გავაკეთოთ და საბოლოოდ გავაკეთეთ და ანუ გამოვიდა ყველა მომწონს თქვენი ვერსია მომწონს იმიტომ რომ განსხვავებულია აბსოლუტურად ყველა დანარჩენი ხა ის ორიგინალი ვერსია რაც მე და ირაკლიმ ჩავწერთ იქ არ არის ჟილებაც არ არის რაღაცა აი როგორ დაჩაწერილია ჩვენ handmade-ია ნამდვილი ხელით გაკეთებულია და თქვენთან მოსწონს ეს მინიმალიზმი გიტარა და ეს ხმებში თქვენი სიარულის სწორი თქვენი ვერსია მოკლედ და ეს მომწონს რა ასევე არ შემიძლია მაინც არსმენიძის ვერსია არ ვახსენო იმიტომ რომ იყო პირველი ვინც საერთოდ ამ სიმღერას შეეხო და მართლა ფანტასტიკური ვერსია გააკეთა რა და ყველას მინდა მადლობა ვუსწრებ რომ სიცოცხლე სიმღერა აგრძელებს სიცოცხლეს შემსრულებლებში გესმის და არ კვდება და ჩვენი სამება რაც მოხდა ირაკლი ლევანი გეგა არც ერთი აღარ მყავს და ეხლა თქვენ მინდა რომ ძალიან დიდხანს სხვათა შორის გოგოებმა აიღეს ნებართვა და ძალიან სწორად მოიქცნენ დათოსგან რომ შეასრულებდნენ მის სიმღერას მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ისეც ხდება რომ საერთოდ არიცი სად იყენებენ ხო კი და ერთ-ერთი ასეთ მაგალითს წავაწყდით ჩვენ ინტერნეტ სივრცეში ეს არის რუსული ანიმაციური ფილმი ხო სადაც გამოყენებულია შენი მუსიკა ეს ერთ-ერთია ოღონდ ეს არაერთადერთი ეს არის ერთ-ერთი ბოლო ასე ვთქვა და იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას თვითონ ეს პერსონაჟი ძალიან საყვარელია. არა, მე თავიდან გაუბრაზდი რატო არ მკითხეს თუ რაღაც ან მე. მე მოგეწონა. მაგრამ მაინც რა თქმა უნდა. მე სულ ამბობ რომ ხო საავტორო უფლებები უნდა იყოს დაცული ყველა შემთხვევაში. საყვარელი. შეიძლება ძალიან. ეს არის მე-9 როტას, მე-9 ბატალიონი თუ როგორ არის ქართულად ძვიატარი ხდება. ჩემი საუნდტრეკი ეს რაშიც ნიკა ოვენი და არწივი მოგაღებული. ის აუღიათ, მაგრამ ეთყობა მულტფილმში არის. გონია რომ აიღეს ალბათ უფლება ბანდარჩუკისგან, იმიტომ რომ ესე მოსკოვში საერთოდ უფლების გარეშე ვერ გააკეთებდნენ და პრინციპში საავტორო ამათ ჩემი საავტორო გამოვარჩევს ფულს აუცილებლად. ფულზე არ შეწყდა. იცი რა იმდენად კეთილი მულტფილმია რომ ეს გასაგებია მაგრამ არა გაბრაზება არაფერ შუაშია უბრალოდ დათო არის ავტორი და უნდა დაიცვა საკუთარი საავტორო უფლება. ის სხვადასხვა რატომღაც არ მქონდით მოსმენილი მაგრამ აი რა დამერეკეს უკვე თვითონ რომ დაარეკეს და მკითხეს დარწმუნებული ვიყავი რომ ძალიან კაი მომღერლები გააკეთო ძალიან იჭერდა და
მე მოვუსმინე მართლა გამიხარდა რომ ნინი ისე დიდხანს გთხოვდა მარიამი როგორც თვითონ გითხრა და რა იყო ამის მიზეზი ემზადებოდი ფიქრობდი როგორი გაგეკეთებინათ თუ იმიტომ რომ ეგრევე როგორც კი გაჩნდა აზრი ეგრევე არ ჩაწერეთ ხო როგორც მივხვდი მე ეხლა მოგიყვებით ისტორიას როგორც ჩავწერეთ აი ეს ვიდეო რაც იყო წეღან ესე იგი პარასკევს ჰქონდა ჩაწერა შუა დღეს და მე და მარიამი ორი ყველაზე ზარმაცი ადამიანი მსოფლიოში რა მართლა ეგრეა 9 საათზე დავსხედით და ნუ გიტარაზე ვუკრავ დაახლოებით 2 წელია მაგრამ ვიცი ალბათ 5 აკორდის სახელი რა ხო და ჩვენი მეგობარი სწავლობს ბერკლიში იმას გამოვაგზავნინეთ ეს აკორდები, ანუ იმან გაარჩია გამოგვიგზავნა და ნუ აკორდები რომ ნახეთ, ცოტა ვერ მივხვდით რა ხდებოდა, აი ძალიან რთული. მე ბოლოს თითო აკორდი დავგუგლეთ და ესე ფოტოები და ნახავთ და აი ესე დიდი მადლობა. მოვიდა შესანიშნავი. ეხლა ნინიზის აქ რომელიც იყო, რამდენი წლის იყავი ბასტიბობუში ვიღერა ჩემი სიმღერა? 6-ის. 6-ის. კლასში შეასრულა პირველი ჩემი სიმღერა პატარა ნანა ჩემო ბაი ჩემს რომელიც არჩევს ხო ერთად აღმოვაჩინეთ რომ დათოსია და სხვათა შორის დათოსია პირველი კლიპი რაზეც გადავიღე ეს იყო ნანა ჩემო ბაია და რაღაცა ისე და მახსოვს როგორი ხარ თოჯინით ხელში ფაქტია დრო გადის და დათოს სიმღერების შესრულება არის მე მიმღერებ ახშეს მართლა რა ხო და დათო რაღაცები უნდა შევცვალოთ იცი არა უშავს მე ხარ ვაკეთებ სიმღერების დიდ კონცერტს რომელიც არ მქონია მქონდა ხოლმე სიმფონიური რაღაცა ჟანრების აღრევა მაგრამ უცნაური ჩემი სიმღერების კონცერტი არ გამიკეთებია მაგას ალბათ 10,000 სიმღერა კიდე ერთი სიმღერა რომელიც თოვს ისევ თოვს ეს არის დაწერილი 85 წელს ვიღაცები კლიპებს პირველად აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაშინ 85 წელს გავაკეთეთ ეს კლიპი. 85-ში მე დავიბადე. ხო და მაია ჟაბლო მიმღერა ეს თოვს ისევ თოვს საახალწლოში და 86 წელი დგებოდა და მახსოვს კალენდარი იყო ჩემ მოფიქრებული იყო რომ 86 წელი და კალენდრიდან გამოდიოდა მე ხედავდა ამ კალენდარს. სხვათა შორის ჩვენი მაყურებელიც იცნობს მაგ სიმღერას და ეხლა კი შეგვისრულებს. ხო და ეხლა მე და ეხლა გუშინ წინ მითხრა რომ მოდიო ვიმღეროთო ჩვენთანო და ნუ აი სპონტანურად ეს არა ერთ სამჯერ გვაქვს გავლილი რეპეტიცია სანამ იმღერებთ ოღონდ ჩვენ საახალწლოდ გადავწყვიტეთ რომ ისეთი რაღაც გაგვეკეთებინა რასაც არასდროს არ ვიზავდით ხო მაგრამ თქვენი წყობა გადავიღეთ კი პატარა ჩვენი ვერსია ესე ვთქვათ ხო შევშევით ნახოთ ნაწყვეტი სანამ თქვენ სცენისკენ გადაინაცვლებთ აბა ვნახოთ ერთად გავიხსენოთ მოყვებოდი უკან შეგეჭირა ხელში ტრიოცნების რუხა მე ჩუმა დაგიძახე რომ მომწოხალისე შეგიდარეს როგორც ეს ჩვენი ნამღერი კარგად მახსენდება ეს დღე მეც კარგად მახსენდება ნამდვილად და დარწმუნებული ვარ ძალიან ვისი ამოვნებთ ახლა მომწონს რომ ერთ კადრშია გადაღებული მონტაჟის გარეშე და დათო ახლა თქვენ გისმენთ ეხა პროფესიონალი შესრულებით მე კი სიამოვნებით მოგისმენთ კი ბატონო მოდიოდი დაიმღამე სხვა სახელი ერქვა რომელსაც ხარ მე მიდო და შენთვის ჩუმად მეთქვა გაბრაზი და დაიხურე თოვლიანი ქუდი მე რამეს გაიგიდე როგორც ღამის ქურდი თოს ისევ თოს ზაღიმილს თოს ვიცინი თვარე და ფიფკები stress ერთად ვიკრებით ხომიცი მიდიოდი და მე დიდხანს მოყვებოდი უკან შენ გეჭირა ხელში თეთრი ოცნებების რუქა მე ჩომა დაგიძახე რომ მომწოხარ ისე შენ გიმფარეს როგორც ბავშვი გრუბელი ვიკაე კიდე თოს ისე თოს
ძაღი მილს თხოვს ვიცინი თვარე დაფიფქები ჩვენს ერთად ვიქნებით ხომ იცი ისევ თავს ძაღი მილს თავს ვიცინი თვარე დაფიფქები ჩვენს ერთად ვიქნებით ხომ იცი თავს ისევ თავს ძაღი მილს თავს ვიცინი თვარე დაფიფქები ჩვენს ერთად ვიქნებით ხომ იცი პამპარაპაპამ პამპარაპაპამ პამპარაპაპარაპაპამ პამპარაპაპამ პამპარაპაპამ Ba-da-ba-ba-ba-ba-ba-ba Toast Arki მშვენიერი დუეტი გამოვიდა. ძალიან არა უშავს. აი დათოს სიმღერებს. მართლა გქონდა დათოს სიმღერებს რომ ვუსმენ. იმ შემთხვევაში მავიწყდება რომ სმენა არ მაქვს, ხმა მაქვს და ყვები მთელი ხმით და მთელი მონდომები. როგორი ძალა, იცი, აი მართლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ აი ეს ადგეს და იმღეროს. მართლა ძალა აქვს ისეთი რომ ყველაფერს ამღერებს. მაგალითად აი თქვენი სიმღერა რომელიც შენ გიორგი მახარაშვილმა შეასრულეთ, რომელიც მე ძალიან მიყვარს, აიტაცა ხალხმა. ჩემ მეგობრებში, ნუ უამრავი ადამიანის ვიდეო ვნახე, როცა მიდიან მანქანით, ფეხით სადღაც უსმენენ, მღერიან და ნამდვილად მე მგონია რომ უკვე ყველამზე პირად იცის ეს. ამ სიმღერის შექმნის ისტორია უბრალოდ დათო მინდა მოყვეს რამდენ წუთში დაწერა მთავარი მოტივი. მოკლედ ერთი რაც შუა დღეში მოვედი, პირდები ელენეს დაგიწერს სიმღერას მეკი და ეს უნდა მომხდარი იყო 2016 წლის საახალწლო გადაცემაში, სწორედ თავს ისევ თავს ვიმღერე და უცნაურად მოხდა რომ არ გავიდა თუ რაღაცა მოხდა, ხო? აუ, ეს ხალხი ვინც მირეკავენ და აგზავნიან სერფებს ღერიან ჩემს სიმღერებს. მოусმინეთ რა. ხო, ფანტასტიკია მართლა. ელენეს რომ უნდა დაგიწერო სიმღერა, გადის დრო, ახალი წელი გვიახლოვდება და არ არის. და ეხლა უკვე ეს ახალი წელი მოდის, ამოვდიო სიმღერა სად არის და მზათამაქმით ეთერი იყო, გამდგოს რომ ჩამოვიდეთ ქვევით და ხო გვაქვს სარეკლამო ჭრა და სარეკლამო ჭრაში მე არა მაქვს სიმღერა დაწერილი, არც მუსიკა, არც ტექსტი და სარეკლამო ჭრაში მეუბნება რომ აბა დავუკარიო და მე დავუკარი ეს სიმღერა. აი ეს სპონტანურად ესე დაწერა. ადგილზე ამათ ყველას თვალწინ მოგე. ისეთი კაი არ იყო როგორც მე აღმოჩნდა. ნუ აქ დავუკარი რაღაცა, მაგრამ მივხვდი რა უნდა დავწერე. სახში წავედი. დათო თოიძე იყო. ჩავწერე. დავახვედრე უკვე გამზადებული, ვითომ ადრე მქონდა ჩაწერილი და ტექსტიც დავწერე. ასე იგივე საღამოს მოვიდნენ ჩემთან. სხვათა შორის ნინი ელენე მაგნიშნა რომ ისეთი თვისება აქვს დათოს სიმღერებს რომ აი გამღერებსო, გემღერებაო და შენთვის აი მე მაგ ხა გეგმაში რომ რამოდენიმე დათოს სიმღერა გავაცოცხლო რა, ანუ მღერო და მაია ჯაგუა დიდი ხანი, მაგრამ ეხა მინდა რომ რაღაცა მეც ეგ უნდა ქნას აუცილებლად. კი, იმიტომ რომ ისეთი სიმღერები აქვს, რომ აი ძალიან კაია რომ ბავშვებმა გააკეთეს და მართლა არ უნდა მიიძინოს ასე ვთქვი. სულ ახალი სიცოცხლე უნდა შეძინოს ყველა. ხო, თან ისეთი სიმღერები სულ თანამედროვე რო არის და სულ დროული, აი ყველა დროში. აი ვიცი როგორ მიყვარს. აბა აუციოთ ცოტა თუ შეიძლება. ძალიან მიყვარს.
რადგანაც ციდან ცვივა ნოტები მიყვარხარ ეს სიმღერაც ჩვენ სიყვარულს გას ჩემი საყვარელი მომენტი 2 წუთი და 40 წამი დამახსოვრებული. გიშდები ამ მომენტს, იმიტომ რომ მართლა ისე მიყვარხარ დათო რომ აი არ ვიცი. უკრენდან რომ მიეყარება. იცი რა ეს არის? ამ სიმღერას ხმელიუს ახლავს ჩემი უდიდესი სიყვარული მთელი ჯგუფის. გვიანი შუადღის, ვინც ზემოძი ხართ, ვინც აგვიყურებთ, ვინც ამონტაჟებთ. მთელი საპროდიუსერო ჯგუფის ჩვენ იღებთ არ დაგვავიწყდეთ ნუ გესმით საერთოდ თლიანად იმიტომ რომ ის რაც მე აქ სიტყვა დამხვდა რა გზაც გავიარე დღევანდელ დღემდე ძალიან ბევრი თქვენი გული არსებობს ამ სიმღერაში და ეს გული რაღაცნაირად ეცადა დაგებული ძალიან მილიონი მადლობა ჩვენგან გიორგისგანაც დარწმუნებული ვარ და მთელი საქართველოსგან ზევით დიდი მადლობა და კიდე ჩვენ საყვარელ მსმენელს მინდა უთხრა რომ კიდევ ბევრჯერ გაგახარებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიტყუებით. ხო, და აი მართალი ხარ და თუ სწორად აღვნიშნე, მე ვისურვებდი რომ ბევრი შენი სიმღერა შესრულდეს ჩვენთან სტუდიაში. ეს იქნება ჩემი ძალიან კარგი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და გილოცავ წინასწარ ხვალინდელ დღეს. ორშაბათი.